მოვედით ბოლნისში ღვინის ფესტივალზე, რომელიც წელს ტარდება მესამედ. შეიძლება მესამეც. ხო, ისე აგერა ვარ, ზუსტად ამის წინ. აი ამ გერმანული სახლის პირდაპირ. ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არის წარმოდგენილი ღვინოები, ამიტომ დიდი არჩევანია. ეს არის გერმანული ღვინის სახლი, რომელიც აღადგინეს და ძალიან ლამაზია და ცოტა ხანში შიგნითაც შევალ. ღვინის გარდა წარმოდგენილია პროდუქტებით საქართველოში დამზადებული. აი მაგალითად დმანისის ყველი. და ეხლა გავსინჯოთ. შესწვის სიამოვნე, ესე იგი შედგა. აი მე რა მაგარია, გადაგიღო, შეიძლება გადაუღო გამოვაჩინე. აი მე ჩემს ვიდეოებს უყურებ, რა კაი, ეხლა გამოგაჩენ ვიდეოში, კაი. ელე, მოდი, ნინაც მოიყვანე. გად. წავედით. კარგი ხარ და? ეხლა რა გავსინჯოთ? ინდო ელენა ყელი? შენ რამდენი წლის? თუბზეც ხო ნახავ? აი, ისა ხელნაკეთი ნივთებიც არის, გამარჯობა ბავშვებო. მილინი. ყველაფერს ამზადებს მარიამი, უკვე მეჩხმარებით, დაიწყო 3 წლის წინ, როცა იყო 8 წლის. პირველად მიიღო მონაწილეობა East Point-ის საბავშვო მარკეტში და მას შემდეგ არ გაჩერებულა. ძალიან ლამაზებია. ხელნაკეთი ნივთები. დმანისის ყველი გავსინჯო და ძალიან მომეწონა. აბა, მოგეწონა? ძალიან გემრიელია. ლამაზი. ვარ ჩემი ჭიქით შარშანდელი ღვინის ფესტივალიდან, ესეთი ბოლნისის ღვინის ფესტივალი და ჭიქა. და ესეთები აქაც იყიდება. ჩათადები არ გინდათ? რა ლამაზია. ანდროს არ ჩამომართლებინო რა. სათანადო შევიდეთ. გასაყიდად არ წონია ეს. რეალობიც არ რაღაცა დიდი დახვრიალია. დავაგემოვნე სხვადასხვა სახეობის ღვინოები და რამდენიმე განსაკუთრებით მომეწონა. თუმცა ღვინის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება და იზრდება. ლიპა. თუ გერმანული სახლის ღვინის მარანის რაც სხვადასხვა ღვინოა წარმოდგენილი. არიან მეღვინეთა გაერთიანება უნიონი. ასე შექმნეს მაშინ. გამოიყურებოდა მაშინ ღვინის სახლი გვაქვს ადრე ფოტო. ღვინის სახლი გამოიყურებოდა აი ეს როგორც. ზუსტად ეხლა როგორც არის ეს. ავტენტურობა შეუნარჩუნეთ ამ სახლს. ეს არის გერმანული ღვინის სახლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღადგინეს და ზუსტად ისე გამოიყურება როგორც ადრე და მართლა ძალიან ლამაზია. ახლა შიგნით დაგათვალიერებინებთ. ნატალი დაგვათვალიერებინებს რა არის წარმოდგენილი კონკრეტულად ამ ოთახში. კი ბატონო, ჯერ გეტყვით ორი სიტყვით იმას, რომ ეს ქართულ გერმანული ღვინის სახლი ეკუთვნოდა გერმანელს, ემანუელ ვალკერი ერქვა ეს ამ ადამიანს და ის იყო პედაგოგი, რომ ჩამოასახლეს აქ
და მოღვაწეობდა ბოლნისში. იმიტომ არის საინტერესო, რომ იყო გერმანელ მეღვინეთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი ეს კაცი და კედლებზე ხედავთ ფოტოებს ზოგადად, რომელიც ასახავს აქ ბოლნისში, რომელსაც ადრე ერთხვა კატერინენფელდი, მათ ასე ვთქვათ, ცხოვრებას. ზოგადად ბოლნისი იყო ძალიან აქტიური ქალაქი, როდესაც გერმანელები ცხოვრობდნენ აქ. აი ეს იყო ევანგელურ ლუთერანული ეკლესია, რომელიც ჰქონდათ გერმანელებს აქ, სამწუხაროდ დღეს იერსახე დაკარგული აქვს, თუმცა საუბარი იმაზე მიმდინარეობს, რომ აღუდგინონ ისევ პირვანდელი სახე. გერმანულ უბანში ვიმყოფებით ჩვენ და შესაბამისად ამ გერმანულ უბანს მეტნაკლებად აქვს შერჩენილი ეს იერსახე და დღეს ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს ყველაფერი აღდგეს. კონკრეტულად ამ სახლს, რომელსაც აქ ესეთი განსხვავებული სახურავი და ზევითაც შეგვიძლია ავიდეთ, ეწოდება ფახვერკის ტიპის სახლი, ტიპიური გერმანული და ძალიან საინტერესო ის ჰქონდათ გერმანელებს კიდე რომ მარნები ჰქონდათ ქვევით, ანუ მიწაში და ამ მარნებში 18 გრადუსი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება ერთი და იგივე. ესეც არის ბოლნისური და ესეც არის, კი, ბოლნისური მეღვინეობის სიმბოლო არის ეს ჭურჭელი. ძალიან სასაცილო სახელი აქვს, ქოჩორა ყურყუმელა კვატი, ესე ქვია. ქოჩორა ყურყუმელა კვატი. და ლეგენდა არის ესეთი, რომ სადღაც ავსტრალიის მიდამოებიდან გადმოფრინდა ეს ქოჩორა ყურყუმელმა, აქ მეთუნემ დაინახა და მისი პროტოტიპით 100 თუ 200 წლის წინ გამოძერწა ეს სასმისი და დღეს არის ღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისის სიმბოლო ეს. ძალიან მაგარი. ავიდეთ ხვენში. ნუ გამარჯობა. გოგოები ისვენებთ. მოდით, მოდით. აუ ძალიან ლამაზი. დანიშნულება აქვს, რომ არის ღვინის ბარი, ვაინ ბარი. ამ წუთას ფუნქციონირებს, თუმცა მასპინძლობს სხვადასხვა ღვინის ღონისძიებებს. შესაძლებელი არის რაღაცა მინი კონფერენციების, შეხვედრების და ასე შემდეგ მოწყობა. რო გითხარით ხვენზე, ეს არის ფახვერკის ტიპის ხვენი, ესე ქვია. აი ეს სვეტები შენარჩუნებულია ავთენტურად და როგორც იძახიან, აქ ბოლავდნენ ლორს და შვაბური ლორი ძალიან პოპულარული იყო ბოლნისში გერმანელების გაკეთებული და სხვათა შორის დღესაც ზოგი ამ ტექნოლოგიით ამზადებს ამ. და რაც მთავარია, ყველაზე მაგარი ხედი აქვს ამ სხვენს ელიას მთაზე მოჩანს პეტრეს და პავლეს სახელობის მამათა მონასტერი უყურებს ასე ლამაზად ამ სახლს. აუ ბამბის ნაყინი გინდა ხო? მეც. მაგალითად მაგას ვერ შევხვდი. აჰა. არა, გეკადრე. ფოტოები. ძალიან დიდი ხანია ბამბის ნაყინი არ მიჭამია. ბოლნისში დაახლოებით 200 წლის წინ ჩამოასახლეს გერმანელები, რომლებიც შემდეგ სტალინმა აქედან გაასახლა, თუმცა ბევრი რამ განსაკუთრებული გააკეთეს. ნახე რა ლამაზია.